დღევანდელი გადაცემისთვის ვფიქრობ, თემებით საინტერესო შევარჩიეთ და სტუმრებიც. გთხოვთ შეეგებოთ პირველ სტუმარს, ეს გახლავთ ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, მსახიობი ირაკლი კავსაძე. ჩემო ირაკლი, როგორ მიხარია რომ ჩემთან ხარ ამ სტუდიაში და თან იმდენი გვაქვს სათქმელი სალაპარაკო და თან მაყურებლისთვის ვფიქრობ სატელევიზიო თვალსაზრისით განსაკუთრებულად აქტუალური. და მე დავიწყებ მეგა პროექტიდან ტელეიმედისა, რომელიც მე პირადად გამორჩეულად მიყვარს და ყოველ სეზონზე ვცდილობ რომ მაქსიმალურად გავაშუქო, ეს არის ვინ არის. რომლის გამარჯვებული და ტრიუმფატორი ჩემო ბატონო წინა სეზონისა ხარ და მაქვს საშუალება რომ მიულოცოთ თქვენთან ერთად ვირფას მეგობრებო. ამაზე ვისაუბროთ პირველ რიგში და შემდგომ რა თქმა უნდა მიმდინარე სეზონზე, მაგრამ ჯერ მითხარი რანაირად მოახერხეს და დაგითანხმეს გასულ წელს, რომ მე ვიცი შენ ამდენად დაკავებული ხარ ამერიკაში და როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი ჯერ ეს მითხარი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ მე ამ სტუდიაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ გქონია ჩართვები ამერიკიდან, მაგრამ ჩემთვის მაინც დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს აი ამ სტუდიაში მომიწია მოსვლა. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ რაც შეეხება შენს კითხვას, ჩემო გია, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არ იყო პირველი წელი, როდესაც ნადირობდნენ ასე ჩემზე. ნადირობა გამოცხადდა პირველივე სეზონიდან, უბრალოდ შენი თქმის არ იყოს მართლა ძალიან დაკავებული. ვერ მოგიხელთ ეს. ვერაფრით და სპექტაკლები მქონდა, ვერ ვახერხებდი მოკლედ. მაგრამ მესამე სეზონზე უკვე რომ დამირეკეს თბილისში ვიყავი. და აი როგორ თქვა რა, ჩემგან არ გამოდიოდა არანაირად რომ ხა ამცალია და არა. არა რა, არ გამოდიოდა და პირდაპირ თქვი, ხო, თბილისში ვარ. მაგრამ მალე მივდივარ. მაგრამ აი 10 დღეში უკვე მივდივარ. გუი, რას ლაპარაკობ? აქა ხარ? კი ბატონო, აქა ვარ. მოიცა ეხლა გადმოგირეკავთ. მიწერ-მოწერით იყო ეს საუბარი და დამირეკეს და დაიწყეს. ირაკლია, ეხლა რაღაცა იქე მოდიო, იქება 1-2 სიმღერა. და მე ვთხარი, მეთქი მე ესე არ მოვდივარ მეთქი შოუში თქო რა. ესე მოვიდე მეთქი 1-2 მე თუ მოვედი მეთქი იქ უნდა ყველაფერი უნდა ჩავდო იქ და განწყობაც უნდა მქონდეს იმისა რომ მე უნდა მოვიგო ეს შოუ მეთქი. აი, თითქოს ენა მიყივლა რაღაცა რა. მაგრამ ასეთი განწყობა მაქვს მეთქი. მოდი 1-2 გავაკეთო და მე წახვალ იქნებ გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, ეგრე არ გამოვა მეთქი. თუ მოვდივარ, უნდა ავდგე და ბოლომდე ჩავდო ჩემი მთელი სული და გული. იმიტომ რომ მე მქონდა ნანახი რამოდენიმე ეპიზოდი და წარმოდგენა მქონდა უკვე რა იყო ეს შოუ. მაგრამ ვინ ვიქნებოდი ასე ვთქვათ, კოსტიუმიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. და კი ბატონო, მაგრამ გაითვალისწინეთ მეთქი, აი 10 დღეში მივდივარ, იქ კონტრაქტი მაქვს უკვე მეთქი და უნდა სპექტაკლი ვითამაშო, გასულითი სპექტაკლი მაქვს. მოვიფიქრებთ რაღაცას. კარგი მეთქი, აი მივედი და უკვე დავიწყეთ საუბარი, პირდაპირ დამაცვეს კოსტიუმი თავზე. ეს ჩავიცი ეს ისა ქვია, ჩელო ჩავიცი და ხო გზობ რომ არც ფეხი მოძრაობს, არც ხელი იქით და რაღაც. მივხვდი რომ რაღაცა სხვა არის აქ მოსაფიქრებელი რა. რანაირად გინდა ეხლა ეს ყველაფერი გააცოცხლო. არა, საოცრება იყო, მე ვერც წარმომედგინა. ის ხო არ არის რომ რაღაც კოსტიუმი გაცია და ამით ასე ვთქვათ ხიბლავ მაყურებელს არა, იქ შენგან გამომდინარე უნდა მოდიოდეს რაღაცა, ხო? მაგრამ აინც დავიწყე მცდელობა იმისა რომ გაგეცოცხლებინა. ხო, გამეთავისებინა ეს ყველაფერი. ახლა მეორე პრობლემა არის აქ. არასდროს მე საჯაროდ არასდროს ჩემ ცხოვრებაში არ მიმღერია გარდა ერთის შემთხვევისა, როდესაც ჩვენ მონაწილეობდით მღერიან და ხუმრობენ ქართულ თეატრში. ერთობლივად ჩვენთან. იქ იყო ერთის ადგილი იყო ახალგაზრდები ვიდექით 6 კაცი და თითო კუპლეტი ჰქონდა ყველას. და მე მისამღერე. აი ერთადერთი ეს შემთხვევა რომ იქ წავიმღერე რაღაცა, გავბედე მეყო ეს რაღაცა თავხედობა რომ მემღერა მაყურებლის წინაშე.
მაგრამ მეთქი აი ეხლა ნუ გეშინია კაცო ეს ჩაწერა არის რომ რაღაცა რომ შეგეშალოს თავიდან ჩავწერ მაგრამ დავიწყე უკვე ღელვა ამაზე რომ მეთქი რანაირად კაცო ეხლა არ მიმღერია თან სტუდიაში ნუ მოკლედ მივედი სტუდიაში დამახვედრე სიმღერა აი რედიო გაგა უნდა იმღერო ნუ აი რედიო გაგა ეხლა ქვინები ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯგუფია ფაქტიურად მათი შემოქმედება ზებირად ვიცი და ფრედი მერკური რომელიც ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მომღერალი და დავიწყეთ და მივხვდი რომ არ გამოვა რაღაცას აი აქ არ ვიყავი მზად ასე ვთქვათ რა როგორც პროფესიონალებს შეეფერება სხვანაირად ემზადებიან ამისთვის და მე მოვედი დილეტანტურად მოვედი რა მოდი ესე ვთქვათ და აი მანდ მივხვდი რომ ეგრე ირაკლი არ გამოგივა და ვთხოვე ანა ჭუმბურიძეს რომელიც გვეხმარებოდა საოცარი ადამიანი და საოცრად გვერდში გვედგა ყველაფერში და ვთხოვე რომ მეთქი იქნება ნახევარი ტონით დამიწიოთ თქო დაბლა რა აი მთლად ვერ ავდივარ თქო მან იყო დრო ავდიოდი მეთქი მაგრამ ახლა აღარ გამომდის მეთქი ეგ ამბავი თქო და კი ბატონო იქ უკვე წავიდა და როდესაც პირველი ტური დამთავრდა და გავიდნენ ყველა მონაწილეები აი გავიდა ერთი ესა და დავრჩით ორი მონაწილე ან ერთი უნდა გავარდეს ან მეორე და ეს ყველაფერი არის ახლა მაყურებელზე დამოკიდებული რომელიც უფრო ხუხარ ეტაჟს დაუკრავს ის გადის და დავდექი აბა აღარ მახსოვს რა პერსონაჟი იყო აბა ესა დაუკრეს ტაში ერთი ამბავი ბრავო და ჩემზე გამოაცხადეს და უფრო მეტი ბრავო აცხადა და აქედან გამომდინარე შენ გადიხარო კაი გავედი მაგრამ ახლა სპექტაკლი მაქვს მე იქ ეს როგორ უნდა მოხდეს ეხლა დავიწყეთ ამაზე ბჭობა კაცო მე ვთხარი მეთქი კი გავედი მეთქი მაგრამ მივდივარ ეხლა 5-ში მაისი იყო 5-ში მივდივარ 11-ში მაქვს სპექტაკლი მეთქი 6 7 8 9 10 რეპეტიციები და გასვლითი სპექტაკლი კარგი მოვიფიქრეთ რაღაცა ორი ჯგუფი იყო იქ მონაცვლეობით ერდნენ პირველი ჯგუფი მეორე ჯგუფი მე მეორე ჯგუფი პირველი ჩვენ მე პირველ ჯგუფში ვიყავი და პირველი რო ჩავწერეთ მე მეორე დღეს მეორე ჯგუფს ჰქონდა ჩაწერა მაგრამ შემდეგი ჩაწერა უკვე იყო მეორე და მე პირველი ამ მეორეს ჰქონდა ჩაწერა 12 მაისს და პირველ ჯგუფს 13 მაისს ეხლა რა ვქნათ 11-ში მაქვს სპექტაკლი ამერიკაში ამას ვერ გადაუხვა მე ვხარი 11-ში ვთამაშობ სპექტაკლს 12-ში დილას ვჯდები თვითფრინავზე და 13-ში ჩამოვდივარ მეთქი თბილისში თქო პირველ საათზე 2:30-ზე აი ასე თქო 4-ზე არის ჩაწერა აი ესე აგიხდეთ ყველაფერი რას მეუბნები და ეგ მოასწარი ყველაფერი ჩაწერის მერე 3-ში ჩავწერეთ კიდევ ჩავწერეთ წინასწარ უკვე შემდეგი ტურის სიმღერა და გავფრინდი რეპეტიციები გავიარე 11-ში ვითამაშე 12-ში დილის 7 საათზე ვიყავი აეროპორტში დავჯექი თვითფრინავზე ჩამოვფრინდი თბილისში პირველ საათზე და 4 საათზე მომაკითხა მანქანა და წავედი ჩაწერაზე მაგრამ ეხლა ეს ისეთი როგორ თქვა რა აი იმხელა აზარტი იყო უკვე რომ იქ გაიხსნა ყველაფერი რა ეს ამოვიდა ეს ჯიგარი რასაც ქვია რა ამოვიდა და მეთქი აი აქ ბოლომდე უნდა როგორც კახი იტყო და უნდა შევიყვანო ყველაფერი ბოლომდე ხოდა სამეჩი ზუსტად მასე გამოვიდა ვიმღერეს ამოვედი რა თქმა უნდა სახში ცოცხალ მკვდარი და ეხლა ჩემ თავს უთხარი მეთქი ეხლა ეს ყველაფერი კარგი მაგრამ სიმღერები ირაკლი სიმღერა აი ამას ეხლა მოუვარე და დავიწყე უკვე თუ ჩემ თავთან სხვანაირად მოქცევა როგორც ასე ვთქვათ პროფესიონალ მომღერალ შეეფერება რომელიც არასდროს ჩემს სიცოცხლეში არ გამიგეთებია გარდა ასე უკვე ამ როლში შეხვედი ასე ვთქვათ პროფესიონალი მომღერლის სხვა ამპლუა რომელიც ჩემთვის ახალი იყო და ძალიან დიდი გამოწვევა მე უკვე დავიწყე სხვანაირად მიდგომა უკვე მივდიოდი სტუდიაში აბსოლუტურად სხვა განწყობით
ჩემი ასე ვთქვათ, ჩემი ატრიბუტები მიმქონდა ტანსაცმელი ჩანთა, რომელიც გაჟღერდა კიდევაც შოუში, რომ ჩემი ნივთი არის ერთ-ერთი ჩანთა. ამ ჩანთით მივდიოდი და იქ მთელი გარდერობი მეტყო. ამოვალაგებდი, ამას გამოვიცვლიდი, ჩავიცავდი ესე ვთქვათ, სარეპეტიციოდ და ისე შევდიოდი სტუდიაში, იმიტომ რომ სხვანაირად მე არ შემიძლია. და მე უფრო რომ გახურდა და შემდეგი ტური, კიდე შემდეგი ტური, ვახ, მეთქი რა ხდება ახლა ჩემ თავს და ბოლოს ფინალში რომ ამოყავი თავი. მეთქი რაღაცა ან მესიზმრება, ან რაღაცა მოჩვენებაში ვარ მეთქი, მაგრამ აი ეს განცდა რომ მე ვიქნები გამარჯვებული, არანაირად არ მქონია, იმიტომ რომ ჩემი ის პარტნიორები კი არა და უბრალოდ კონკურენტები ამ შემთხვევაში. კონკურენტები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ძვირფასი ხალხი მაგრები იყვნენ თო. მაგრები. და ჩემთვის ფიქრობდი, აი ხა მე რატო უნდა მომცენ გამარჯვებულის ის წოდება რა. იმიტომ რომ კულისებში რომ ვიჯექი და უსმენდი ჩემს კონკურენტებს, ეგრეთ წოდებულს, ესე ვიტყოდი ამ დროს ძვირფასი ხალხი, ჩემთვის ფიქრობდი, კაცო, ასე მღერიან. ასეთნაირად ატრიალებენ ამას ყველაფერს. ვინა ვარ ახლა მე მაგათთან შედარებით, რომ მე გავხდე გამარჯვებული. არანაირი უბრალოდ მქონდა განწყობა იმისა, რომ მაყურებელს აჩუქე სიხარულება. სიამოვნება მიანიჭე მაყურებელს და ესაა შენი, ასე ვთქვათ, როგორც ხო რა. დანარჩენი სხვა მე ასე ვთქვათ არ მაინტერესებს. აი პირდაპირ შემიძლია გითხრა ამ შემთხვევაში როგორც მაყურებელმა, რომ ფანტასტიკურად გამოგივიდა და ხო იცი ყველაზე რთული რა არის? კოლეგის და მეგობრის გაოცება. აი მე ვიყავი განსვიფრებული, როდესაც შენ აღმოგაჩინე, ისე განავითარე ეს პერსონაჟი დროთა განმავლობაში და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ის ვოკალური შესაძლებლობები და გარდასახვის უნარი, აი რაც შენ გამოამზეურე, ასე რომ აფერუნ შემოძბაო და ყველანაირად იმსახურებდი ამ გამარჯვებას. და სრულიად ლოგიკური იყო, რომ წლევანდელი სეზონის წარმდგენი შენ ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ანონში და შენ ისეთი მუხს აძლევს სხვადასხვა ამ მიმართულებით. წლევანდელ სეზონზეც რა სიტყვი ხლა, აი, რამდენიმე ტურია ჩადარებული. რა შტაბესტილებას გიტოვებს? წლევანდელი სეზონით ძალიან მაგარია, მოდი ვიტყოდი რა. და შეიძლება იმაზე უფრო მაგარი ვიდრე იყო. იმიტომ რომ რაც უფრო წინ და წინ მიდის და რაც უფრო წლები გადის, მით უფრო იხვეწება ეს ყველაფერი რა. და ამ სეზონში ხო რო დავინახე რამოდენიმე მონაწილე უკვე გამოჩნდა. არა ესეთი ამაგდარი და სახელოვანი ხალხი. საოცარი ხალხი ხო? ჯერ ერთი განცვიფრებას იწვევს ის რომ ეს ხალხი აღმოჩნდება უცებ ამ კოსტიუმების მიღმა. საერთოდ არ ელოდები უცებ გამოდის ოთარ გაბელი. აბა. აი მიდი და წარმოიდგინე რომ შეიძლება აი ამ პერსონაჟის იქით იმალებოდეს ისეთი ადამიანი, რომელზეც საერთოდ წარმოდგენად შეიძლება, არა, რო გითხრას, რა იცი რა, ეს რო არ დაიჯერებ. არა, ნუ როგორ შეიძლება მაგის დაჯერება, ხო გამოვიდა, მეთქი რა რანაირად. როგორ, რანაირად, ნუ მესმის დაუშვათ ახლა თამრიკო გვერდწითელი გასაგებია. ნუ დუღაშვილი გასაგებია. საოცრება იყო. თუმცა ისინი მაინც მუსიკალური ხალხია და კი, ამ თვალსაზრისით გეთახმები. ასე ვთქვათ, შესისხორცებულები არიან, მაგრამ ოთარ გაბელია ეს ცოტა დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ კი ბატონო, ფაქტი მოხდა, რომ ამ ადამიანმა შეძლო ის, რაც მაყურებლისთვისაც წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ მისთვისაც წარმოუდგენელია. მადლობა უთხრა მათ და წარმატება უსურვოთ ყველას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და დარწმუნებული ვარ ეს ფინალიც იქნება მართლა საოცარი და ესეთი რა გადამწყვეტი, მოდი ესე ვიტყვი და ძალიან ისეთი დიდი ინტრიგა იქნება იქ რა, დარწმუნებული ვარ მაგაში. შენ კი გაქვს მაგის დიდი გამოცდილება და ამითი არ შემოიფარგლება შენი ურთიერთობა ტელეიმედთან, იმიტომ რომ მეორე ფანტასტიკური პროექტი, რომელიც მე ასევე გამორჩეულად მიყვარს, ეს არის მიმღერე, აი იქ ნახა შენ მაყურებელ, ახლა მიმღერეზე მითხარი, ამ შემთხვევაში როგორ დაგითახოს? აი ახლა აქ მიმღერეზე როგორ ცოტა მოდი ესე ვიტყვი ჟარგონს ვიხარ რა გავჭედე. ცოტა გავჭედე, იმიტომ რომ ასე დაიწყეს საუბარი, გამარჯობა ბატონო ირაკლი, გულდანდებით და ჩვენ გირეკავთ ტელეიმედიდან, მიმღერე პროექტიდან და აი იქ მიმღერე უკვე წარმები ავწიე, მეთქი ოპა. იმიტომ რომ მიმღერეც ვიცი რა და რა პროექტია და იქ უკვე ცოცხლად მღერი.
ხო, კი. იქ აღარ არის არც ჩანაწერი, არც ის მომენტი, რომ ეს პერსონაჟს ამოეფარები ვერაფერი, იქ ვინ არისში მე ეგეთი შემთხვევა მქონდა, რომ ორი სიმღერა განსაკუთრებით ბიტლზი და ჯექსონი იყო ესა, რომ მოვისმინე უკვე ჩაწერილი, ხო, რომ გამომიგზავნეთ. იქ თქვი, არა, ხალხო, ეგრე არ გამოამეთქი თავიდან ჩავწეროთ მე. ამის საშუალება მქონდა იქ. ხო, აქ ეს ფუფუნება არ არის. გამორიცხულია. აქ გიჭირავს მიკროფონი და გიზის მაყურებელი, მაყურებელი კიდე 10,000-ობით მაყურებელი უყურებს ამას და ცოცხლად მღერი. ნუ მეთქი არა ხალხო რა, ეგ არ გამომეთქი, იმიტომ რომ ეს არის მეთქი პირველი შემთხვევა, როდესაც მე უნდა ცოცხლად ვიმღერო. აქ არ იქნება არც ფონოგრამა იქნება მეთქი, არა, ფონოგრამა არა. და მეთქი კარგად დანდებოდეთ. იქნებ მოიფიქროთ. აი მეთქი მოფიქრებული მაქვს მეთქი და არა. არა კი არა, ვერა. დაგირეკავთ მაინც ცოტა ხანში. აი ბიჭო, დაგირეკავთ ცოტა ხანში. აი, გავიწყეთ ჩემთვის ფიქრენა, ირაკლი, ორი ირაკლი ლაპარაკობს ერთმანეთთან. ირაკლი იქნება რაღაც. გადი, ირაკლი ბიჭო, მაინც არის, იქ აი გამოდა. გაიწრია. არა, ირაკლი, ეხა მოდი რას გეტყვი, იცი, როგორი რამეა, იცი? მაინც შოვა რაღაცა მაყურებელში იქნებს სადო. გადი აქედან და თავი დამანებელად. აი ეს ბრძოლა მაქვს ჩემთავთან. ამასობაში კიდე რეკავე. მოიფიქრეთ ბატონო, დიახ მეთქი მოიფიქრე, არა მეთქი. ვერა თქვა, გამორიცხულია მეთქი. ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას მეთქი, რომ ვინმე არა ვარ მეთქი ასეთი თავხედით ხო რა. გამიგეთ სწორად მეთქი რა. კი ბატონო, მაგრამ იქ მოიფიქროთ კიდევ რაღაცა. დაგირეკავთ კიდევ ერთ. ხო, აი დაგირეკავთ კიდევ. აღარ მინდა ეს დარეკვა ხოხარი არა ვერა თქო რა. თან უამრავი საქმე მაქვს მეთქი, უბრალოდ ვეღარ მოვასწრებ იმ ამბავს. როგორ ვერ მოვასწრებ, კაცო? ახლა ვფიქრობ მეთქი, იმან რა იცის მე რას მოვასწრებ და რას. მეთქი გამომხედე გენაცვალე თქო, მაქვს ეს გასაკეთებელი თქო და არ ჩავეტევი დროში თქო რა. თქვენ ისეთი ხართ, ყველაფერს მოასწრებ. თქო რა იცი გიცნობ მეთქი მე რა ვიცი ვინახავ შენ კი ბატონო მოგიდგნენ სათანადოდ. მაგრამ მეთქი არ გიცნობთ მეთქი და არც თქვენ არ მიცნობ როგორ შეიძლება ეხლა შენ მე მითხრა მე რას მოვასწრებ და რას არა თქო. თქვენ ბატონო ისეთი ნიჭიერი ხარ. ის ახლა მაბავენ ახლა ხო ნიჭიერი ისეთი ამდა ვარსკვლავებს წვიტა აჰო რაღაცა რომ მეც ახლა ნელა ფრთები შემომელა და ავფრინდე ზემოთ. არ მივფრინავ ბატონო მეთქი, არა მიწაზე ვდგავარ და ვიცი რეალურად ჩემი შესაძლებლობები. არ შეიძლება გამოსვა მეთქი რა ეს ცოცხლად. ბოლოს აი რაღაცნაირად მომიდგნენ რა. რაღაც აი ვერც კი ვიხსენებ რა ფრაზა და რა სიტყვა იქ, მაგრამ რა აღმოჩნდა გადამწყვეტი. კაი ჯანდაბას ჩემი თავი მეთქი. და მერე გამიჩნდა ბრაზი ჩემ თავზე. თუ არტისტი ხარ, თუ შენ თავთან იძახი ისეთ რაღაცას, რომ შენ ხარ მშრომელი, შრომა არ მეზარება, კი ბატონო, მაგრამ რატომ გაურბიხარ? რას და ვის გაურბიხარ? და ბოლოს კავსაძე ხარ გვარად. ხო და თან ეს მომენტიც არის, რომ ახლა მუსიკასთან თლად შორსაც არ ვდგევარ, იმიტომ რომ უამრავი სპექტაკლები მაქვს გაფორმებული მუსიკალურად და მუსიკა მესმის ახლა რა. წამოვარტყი ჩემ თავს თავში რა. მეთქი მიდი კაცო, მიდი დადექი ახლა სცენაზე და კაი მეთქი მოვდივარ. და გულში მეთქი ამასაც დედას უტირებ, მეთქი კარგი გაგებით ვიძახი, ამა ბოროტად არ ვიძახი რა. ამასაც ეს ჩემ თავთან მქონდა, ამასაც მეთქი ესე ვიზავ თქო, რომ ბოლომდე გავაკეთებ იმ საქმესაც გასაკეთებელია თქო, ასეც მოხდა. ის ჩემი საქმე, რომელიც მეუბნებოდა რა თქმა უნდა მოასწრებ. ახლა ისე დღეში ვარ, რომ ან მოასწრებ ან არა. მაგრამ მიმღერეში კი ბატონო. ჩვენი ურაკლების ყველაფერი მინდა გითხრა ამ პროექტშიც და მოდი ამის დასტურად ერთი სიმღერა, რომელიც შენ წარადგინე მიმღერეში, აქვე ჩვენ შოუშიც ავაჟღეროთ შენის ნებართვით, ა? აბა ხო. Kucha able cae detrás tenda me go paro an costume
ჩემი გაგიჟების დღე და დღე რითმი წამლებნედა აი ვეღარ ვხედავზე როცა შენ ვერ ხედავ დღეს რომ ჩემი გაგიჟების დღე და დღე რითმი წამლებნედა Kosevdam sheni poro Es rasizmrem sukheda Khezrom sheni davadem zdreimo Ar mimize bnedo Ay vena kheda Rotsa shen ver kheda Khezrom chemi gagi shemi zdreda Ar mimize bnedo შენ ვერ ხედავ დღეს რომ ჩემი აღსარების ხედავდე არ მიმიღებ ნედო არ მიმიღებ ნედო არ მიმიღებ ნედო